ნაწილი მეორე ვისწავლოთ ინგლისური ენა სულ თავიდან. მე გიორგი ვარ, ინგლისური ენის ონლაინ მასწავლებელი და წარმოგიდგენთ ამ საინტერესო ვიდეო გაკვეთილთა სერიის მეორე ნაწილს. მოდი ვისაუბროთ ისეთ შემთხვევაში, სადაც არ გამოიყენება და აქ ერთპიროვნულად ვერ ვიტყვი, რომ არ გამოვიყენებთ ყოველთვის, როცა მრავლობითი პირის ნაცვალსახელი გვაქვს. რადგან ჩვენ როცა ვსაუბრობთ მეორე პირთან, შენ ხარ, აქ გვჭირდება you are. შენ ხარ გამოიყენება მხოლოდ ერთ ადამიანთან. თუმცა იგივე you are-ით შეგვიძლია ვიმართოთ ბევრ ადამიანს. You are, თქვენ ხართ, ოღონ ამ შემთხვევაში არსებით სახელი უნდა მოდიოდეს მრავლობით რიცხვში. You are boys, თქვენ ხართ ბიჭები. შეგიძლია უთხრა ერთს, you are a boy, შენ ხარ ბიჭი, ან ბევრს უთხრა you are boys, თქვენ ხართ ბიჭები. ასევე არ გამოიყენება შემდეგ ნაცვალსახელებთან. როდესაც ვსაუბრობთ მრავლობითში კიდევ, ეს არის we are, ჩვენ ვართ და they are, ისინი არიან. ნაცვალსახელები ალბათ გახსოვთ ჩემი წინა ვიდეოდან, ეს არის როდესაც ადამიანების ან არსებით სახელების ნაცვლად გამოვიყენებთ, ერთხელ ვახსენებთ თვითონ ამ არსებით სახელს, თავისი სახელით რაც არის და შემდეგ როცა გავაგრძელებთ საუბარს, გამოვიყენებთ მეორე, ანუ ნაცვალ სახელს, რაც ამ არსებით სახელს ჩაანაცვლებდა. მაგალითად ავიღოთ ასეთი რაღაც. Children are playing, ბავშვები თამაშობენ. აი ამ ბავშვებს ჩაანაცვლებს ნაცვალსახელი, რადგან მრავლობითზე გვაქვს ეს გაკვეთილი, they are playing. ისინი თამაშობენ, ანუ ბავშვები რადგან მრავლობითში არიან, მის შესაბამისი ნაცვალსახელი they are ეს უნდა გამოვიყენოთ აქ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ერთს ვეუბნებით you are, შენ ხარ, ბევრს ვეუბნებით ისე you are, თქვენ ხართ, ოღონ შემდეგ მოდის არსებით სახელი მრავლობით რიცხვში, we are, ჩვენ ვართ და they are, ისინი არიან. კითხვაში რო გადავიყვანოთ, ალბათ გახსოვთ წინა ვიდეოდან, are we, are you, are they, ხოლო უარყოფით ფორმაში you are not, we are not, you are not და they are not. სულ ეს არის, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოყევით სოციალურ ქსელებში. დროებით მომდევნო შეხვედრამდე.